დილამშვიდობისა დღეს 22 ოქტომბერია, დილის 8 საათი და 30 წუთი. პირდაპირ ეთერშია გადაცემა ერთსულოვნების დილა. ელისაბედ აბულაძე და გიორგი ნემსიწვერიძე ვიქნებით თქვენთან ერთად. ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. მოგესალმებით ყველას, მეც ბედნიერ და მშვიდობიან დღეს გისურვებთ და ახლა საეკლესიო კალენდრის დრო არის ჩვენს ეთერში. შევიტყოთ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს 22 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესია. 22 ოქტომბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მოციქულ იაკობ ალფესს, ღირს ანდრონიკეს და მის მეუღლე ათანასიას, მართალ აბრაამ მამამთავარს და მის ძმისწულ ლოტის, წმინდა მოწამეებს იუვენტინე და მაქსიმე მხედრებს, წმინდა მოწამე პოპლია აღმსარებელს, ღირს პეტრე გალატიელს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში დღეს მოხსენებულ წმინდანთა შემწეობასა და მფარველობას გისურვებთ ყველას და ახლა ანონსს გაგაცნობთ მე და გეგი. ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარია წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, თეოლოგისა და ფილოლოგიის დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი დეკანოზი ბიძინა გუნია. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ წმინდა ზიარების შესახებ. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართა ახალგაზრდა ხელოვანთა გამოფენა, ღანი სიყვარული, განხრთობის გზა და გამარჯვებული მონაწილეების დაჯილდოება. პროექტის მიზანი იყო ხელოვნების საშუალებით სიყვარულის, როგორც უმაღლესი სულიერი ღირებულების გააზრება და მისი გამოხატვა თანამედროვე მხატვრულ ფორმებში. ექსპოზიციას ნინო გელაშვილი ესწრებოდა და გადაცემის მსვლელობისას ვნახავთ სიუჟეტს. ქართული მუსიკა პარაორკესტრის შესრულებით ამ სახელწოდების საღამო 24 ოქტომბერს გაიმართება. პროექტი ორგანიზაცია მშობელთა ხიდის ორგანიზებით იმართება და მისი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პროფესიული შესაძლებლობების წარმოჩენა და ინკლუზიური კულტურის მხარდაჭერა. თემაზე სასაუბროდ შემოგვერთებიან ორგანიზაცია მშობელთა ხიდის მენეჯერი ლელა გუდუშაური და მუსიკის პედაგოგი მერაბ ყატაშვილი. ასეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ახლა ვნახოთ ამინდის პროგნოზი, გავიგოთ როგორი ამინდი გველოდება დღეს სრულიად საქართველოში და ამინდის პროგნოზის შემდეგ დავბრუნდებით მოძღვართან ერთად სტუდიაში.
მოგესალმებით ყველას, განვაგრძობთ გადაცემას და წარმოგიდგენთ პირველ სტუმარს წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი დეკანოზი ბიძინა გუნია შემოგვიერთდა. დაგლოცეთ მამა ბიძინა, მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. მერთან დაგლოცეთ და გაგახარეთ. დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ ზიარების საიდუმლოს შესახებ. ეს ის თემა, რომელსაც ცხადია, ხშირად ვუბრუნდებით, ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ამ თემაზე და ვიდრე შეკითხვას დაგისვამთ, მინდა რომ ჩვენი პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილიამ მეორის ქადაგებიდან პატარა ამონარიდი წავიკითხოთ, სწორედ ზიარების საიდუმლოსთან დაკავშირებით. წმინდა ზიარება ის დიდი საიდუმლოა, რომელსაც ადამიანის ცოდვათა სიღრმედგან, ჯოჯოხეთიდან ამოყვანა ძალუძს. ხშირად მორწმუნე ადამიანები იმ მიზეზით, რომ ღირსნი არ არიან ზიარების მიღებისა, იშვიათად რამდენიმე წელიწადში ერთხელ ეზიარებიან. რა თქმა უნდა, ადამიანის ზიარებისთვის აუცილებლად უნდა მოემზადოს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ ვერასდროს ვერ მოვემზადებით ისე, რომ იესო ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღების ღირსნი ვიყოთ. მთავარი არ დავკარგოთ განცდა თვისთა ცოდვათა, უღირსობის გრძნობა და იმედი იმისა, რომ მოწყალე და კაცმოყარე ღმერთი ცოდვებს შეგვინდობს. ვისაც საკუთარი ცოდვების განცდა და ღვთისმსახურება აქვს, ის უნდა მივიდეს წმინდა ზიარებასთან. ეს იყო ფრაგმენტი ჩვენი პატრიარქის ქადაგებიდან და ჩვენ სწორედ აი ამ თემებზე გვინდა რომ ვისაუბროთ, როგორ უნდა მოემზადოს ადამიანის ზიარებისთვის, რა არის ზიარების საიდუმლოს არსი და თქვათ აი ეს თემა სწორედ რაც უწმინდესის ქადაგების ფრაგმენტში იყო ნახსენები, რომ ზოგჯერ ადამიანი რატომღაც ხიბლის თუ ამპარტავნების გამო მუდმივად ამბობს, რომ ის არ არის ღირსი ზიარებისა და ამის გამო თავს იკავებს მიახლოს ამ წმინდა საიდუმლოს. აი თავდაპირველად მინდა გთხოვოთ, რომ არსი განგვიმარტოთ კიდევ ერთხელ ჩვენ და ჩვენს მაყურებელს ამ საიდუმლოს. განკაცებული მაცხოვარი ჯვარცმამდე რამოდენიმე დღით ადრე, ანუ დიდ ხუჩაბად საიდუმლოს ერობაზე აწესებს ამ მართლაც უდიდეს საიდუმლოს. რა თქმა უნდა, უფალი მოვიდა ცოდვილთა გამოსახსნელად და ნამდვილად არავინ არ არის ღირსი ზიარებისა. თუ არა უფლის საოცარი გულმოწყალება, მისი კაცმოყვარება და მისი ესე იგი მოწოდება, მოვედი ჩემ და ყოველი მაშრალი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ. დიახაც, როდესაც საიდუმლოს ერობაზე მან აღასრულა ყოველივე, რაც ზიარების, ანუ ევქარისტია არის სამადლობელი. ეხებოდა მან რა თქმა უნდა ყველაზე კარგად უწყის დაცემული ადამიანის მდგომარეობა. და ამიტომაც დააწესა ამ დაცემული მდგომარეობიდან გამოსასვლელად ეს უდიდესი საიდუმლო. მე მახსენდება ღირსი იუსტინე პოპოვიჩის საოცარი სიტყვები ზიარებასთან დაკავშირებით. შესაძლებელი რო იყოს ყველა ეკლესიური საიდუმლოს ერთში თავმოყრა, ეს იქნებოდაო სწორედ ევქარისტიის საიდუმლო. ამით განსაკუთრებული როლი ესე იგი გამოხატა ამ საიდუმლოსი. დიახაც მეც შემხედრიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მე ღირსი არა ვარ და ასე შემდეგ. ამ მის აზრებს იქამდეც მეუყვანია, რომ მე ეზარება ტაძარში მოსვლაც, ლოცვების საკითხვას და ასე შემდეგ, რომ ეშმაკმა თავარს აცდინა რა, მე დანარჩენებსაც ესეთ მეაყოლებს. რა თქმა უნდა, ადამიანი უნდა ეზიაროს უპირველეს ყოვლისა მოძღვრის კურთხევით. ყოვლა დაუშვებელია რომ პიროვნება მივიდეს ეზიაროს და მე უთხრას მოძღვას რომ ეზიარე ხო. ეს ეკლესიურ ადამიანებს ეს ესმით რა თქმა უნდა, ესე აი სწორედ მოძღვარი განუჩინებს თითოეულ პიროვნებას რა სიხშირით ეზიაროს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე წელიწადში ერთხელ უნდა ეზიაროს. მე მახსენდება ერთ-ერთი თანამედროვე მამის შეგონება, რომ სამრევლო ტაძრებში კვირაში ისე უკაცრავად თვეში ორჯერ ზიარება არის საკმაოდ მიღებული, თუმცა თუ დღესასწაულები გადაება ერთმანეთს ისე მოზღვრის კურთხევით, მე მახსენდება როდესაც მე სექაროსანი გახდით ვნების შვიდეულში აუცილებლად ჯერ ხო ბზობას ეზიარებოდით, ეს ვნების შვიდეულს არ ეხება და შემდეგ რახან მე დავითნეობდით იყო შემთხვევაში პირველ შეწირულებზე ორშაბათს, სამშაბათს მე დიდ ხუჩაბათს აუცილებლად ვეზიარებოდით, დიდ შაბათს და დამაგვირგვინებელი დიახ, მაგრამ ეს იყო განსაკუთრებული გარემოება, ასე რომ აუცილებელია ადამიანი
მთელი თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მოემზადოს. მოდი გავმარტოთ რა არის შესაძლებლობა და ძალიანაც რო არ გავართულოთ. პირველ კლასელს მოითხოვება ის სასათანადო ცოდნა, რომელიც გაცილებით მცირეა, ვიდრე ის მოითხოვება მე-10 კლასელს. ასე რომ თუ პიროვნება იზრდება სულიერად, მისთვისაც ეს მომზადების დონეც იხვეწება, უფრო მაღდება და უფრო მეტისდება. რა თქმა უნდა, ზიარებას წინ უნდა უძღოდეს გარდა ლოცვებისა, აღსარების სინანული საერთოდ აღსარება უნდა თქვას, მოინანიოს, არ დამალოს გულში რაც აქვს ყველაფერი, გულწრფელად უთხრას მოძღვარს და მოძღვარი განუჩინებს მას ამის შემდეგ ზიარებაზე. აი მამაბიძინა, პირველ კლასელი, მე-10 კლასელი ასაკი ახსენეთ და როდიდან არის შესაძლებელი, როდის იგებს რომ ადამიანი იგებს როდიდან, რა საკიდან არის შესაძლებელი რომ ეზიაროს ამ საიდუმლოს. ღირსი გახდეს იგივე, ხომ ღირს ვერავინ ვიქნებით, უნებრივია ეს უკვე ახსენეთ და გასაგებია, თუმცა აი იმ დონეზე გაგებით რომ საკუთარ ასაკიდან გამომდინარე მიხვდეს რომ ის ღირსია მზიარების საიდუმლოს და გაიგოს რასთან აქვს საქმე. ამ საკითხთან ძალიან ახლოს დგას ნათლობის საიდუმლო. უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა რომ ბავშვი რო დაიბადება, ისი შეიძლება მალე უნდა მოინათლოს. ნუ დაუშვათ მე-40 დღეს მაინც, შეიძლება უფრო ადრეს. და ნათლობის მიღების შემდგომ უკვე მას შეუძლია ეზიაროს. ასე რომ ჩვილი აუცილებლად უნდა ეზიარებოდეს. ეხლა აღსარებასთან დაკავშირებით გეტყვით რომ არის მითითება რომ 7 წლის ჩათვლით არ არის აღსარება საჭირო, არის მითითება 10 წლამდეც, თუმცა ბავშვებს აჩვევენ პარტერ აღსარების ყველაზე დედიკო გავაბრაზე, წამამსა, ტყუილი, ვიზარმაცე და ასეთი ძალიან ესე იგი ღვთისთვის სათნო სიტყვების მოსმენა ბავშვისაგან და რა თქმა უნდა, მე როდესაც პირველი კლასი და მე-10 დავასახელე, ვიგულისხმე რომ ადამიანი როდესაც შეიძლება მოვიდეს 30 წლის ასაკში. ეს პირველ კლასშია ამ დროს. რომ მან ბევრი რამ არ იცის გაურკვეველი მისთვის, მაგრამ როდესაც უკვე 10 წელია დადის ტაძარში და ისევ პირველი კლასის ცოდნა აქვს, ანუ ბევრმა არ იცის მნიშვნელოვანი მომენტები. აი ერთ საოცარ მაგალითს მოგიყვანთ. ერთი პიროვნება არ დავასახელებ რა თქმა უნდა ვინ არის, უდიდესი პრობლემები ჰქონდა მას. და ნუ დავიწყე კითხვა, აბა გამოკითხვა, რამდენი ხანია ტაძარში დავდიხარ და თითქოს და ყველაფერი კარგად იყო და 20 წელი დადიოდა ტაძარში. და მას დაუსვი ესეთი კითხვა, მე თვითონაც არ ვიცი რატო დაუსვი. თუ იცით მეთქი რომ იესო ქრისტეს რამდენი ბუნება აქვს. ეს გაოცებულმა მკითხა და მე ეს რატო უნდა ვიცოდეო. ესე იგი მე მივხვდი რომ ის აბსოლუტურად ზერელი დადიოდა ტაძარში, არ უღრმავდებოდა საკითხებს. რა თქმა უნდა, ესე იგი მე თუ არ ვიცი რომ იესო ქრისტე არის სრული ღმერთი და სრული კაცი, მაშინ ვერც გამოხსნის საღვთო ამშენებლობის მნიშვნელობას გავიგებ და ვერც ზიარების მნიშვნელობას ვერ გავიგებ. ეხლა ამ წუთში გამახსენდა რახან ზიარებაზე მოგახსენეთ. ჩვენ როცა ზიარების წინ უწინარესად ვკითხულობ ზიარების წინა ლოცვებს, კანონი იკითხება სათანადო და მეცხრე გალობის შინაარსი ასეთია. განიცადე და იხილეთ ქრისტე არის უფალი, ჩვენთვის მსგავს ჩვენ და ქმული მოვიდა და ერზის თავითვისი შესწირა. და უფალსა ვითარსა ხვეპლი და მარადის დაიკლის სარწმუნოებით მიიღებელთა მისთათვისო. და ეს სარწმუნება თუ არ არის, მაშინ მე ვერ გავიგებ რატომ მოვიდა იესო ქრისტე. სწორედ იესო ქრისტე მოვიდა განკაცებული ღმერთი და დაცემული ადამიანური ბუნება თავის იპოსტაში, თავის პიროვნებაში შეერთა. სწორედ ჯვარცმით შემდეგ მკვეთრით აღდგა და ზესად ამაღლდა და ეს ადამიანური ბუნება. სწორედ აი ეს თუ არ გვესმის ჩვენ, რა თქმა უნდა ზიარების მნიშვნელობას არ გვესმის, ამიტომ აუცილებელია მორწმუნე ადამიანი, რომელიც იწყებს ტაძარში სიარულს, ყოველთვის იყოს დაინტერესებული თუ რა ხდება ტაძარში, რატო იღება აღსავლის კარი, თუნდაც რატომ ვეზიარებით ჩვენ, როგორი იყო დაუშვათ თუნდაც ადრეული წესი ზიარების, ეს დროთა განმავლობაში კატეხიზმა უნდა ესმოდეს, უნდა იყოს ყურადღებით. წარმოგიდგენიათ, რომ ადამიანი დგას ტაძარში და არ იცის რა სახარება ექნა წაკითხული. ამ დროს სახარება წერვას ყოველთვის იკითხება. მიზეზი ბევრია. ერთი რომ თურმე იმ დროს ზიარების წინალოცვებს კითხულობდა, ეს ყოლა დაუშვებელია, იმიტომ რომ ზიარებას უფრო ადრე უნდა ექნეს წაკითხული და მე უნდა ვისმენდე მსახურებას. რა თქმა უნდა ეს უდიერად მაზიარებლობას ნიშნავს და მე მახსენდება კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში, რომ ის ადამიანი, ვინც უდებებით
მომზადებლად ეზიარებიან, აი მე ესენი ავათაც ხდებიან და ბევრი ჩაწოლი და წვებიან და ასე შემდეგ. საშიშია მიახლება როგორ რა თქმა უნდა დიდი კადნიერება ეს როგორ შეიძლება პირიქით მაქსიმალურად უნდა იყო მობილიზებული არაფერი გამოგჩეს. რატომ იცით ტაძარში განსაკუთრებით წირვაზე არაფერი ისეთი აღსრულება რა შენ არ უნდა იცოდე. ეს შეიძლება თქვა მარტო კვეთაზე რომელიც სამკვეთლოში დახურული კარის მიღმა ხდება, მაგრამ ამ დროს იკითხება სპეციალური ლოცვები, შენ უნდა იყოს ჩართული. გარდა ამისა, იცით რა არის? მე ახსარება და ადამიანი გულწრფელად უნდა ცდილობდეს, რომ ყველა ცოდვა მოინანიოს. და სწორედ ცოდვათა მიტევების წინდიც არის, სწორედ ეს როცა ადამიანი ეზიარება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ახსარება არ უნდა თქვა ფიგრიქით. ეს არის ასევე შვიდის ზეცხებასაც დავაკავშირებ ამასთან, რომ შვიდის ზეცხების დროს ადამიანებს ასევე მიეტევებათ ცოდვები, მაგრამ ის ცოდვები, რომელიც მათ უბრალოდ არ ახსოვს. თავიანთი უზურების გამო, თორემ მე თუ კარგად ვიცი ის ცოდვა და მგონი და არ ვამბობ, ეს რა თქმა უნდა, მას არ მიეტევა, ასე რომ ზიარების ევქარისტიის საიდუმლოში ადამიანი უახლოვდება უფალს და ეს ერთობა დედამიწაზე ასეთი სიახლოვე სხვანაირად ვერ მიიღწევა. ცათა სასწაულში რა თქმა უნდა კი იქ არც იქნება წირვა, არ ეხარხსროლება იქა, მაგრამ აი აქ ჩვენ სინანულის საიდუმლოს დროს ღებულობთ მადლს ქორწინების საიდუმლოში, რომელიც მე ადამიანებს ეხმარებათ ღირსეულად ატარონ ეს ქმრის და ცოლის სახელი და შვილები აღზარდონ, მაგრამ ზიარების საიდუმლოში ისეთი სიახლოვე ხდება ადამიანისა უფალთან, ჩვენ მაცხოვრის წმინდა ხორცს და სისხლს ვეზიარებით ამის ღირსი რო ხარ. მე მახსენდება თქვენ მისი უწმინდესობის ამონადი წაიკითხეთ მისი ქადაგებიდან, რომ იუდა ასეთ მდგომარეობაში იმიტომაც ჩავარდა, რომ საიდუმლოს ერობაზე მან მადლობა არ შეწირა უფალს. სამადლობელი ლოცვა და ყოველთვის ესე უწმინდესი ხას უსვამდა ამას, რომ ჩვენ წირვის დასრულების შემდეგ აუცილებლად უნდა მოვისმინოთ თითქმის ყველა ტაძარში. ეს ხმამაღლა იკითხება შემდეგ ეს ლოცვა, ყველა უნდა ვუსმინოთ, რომ მადლობა შევწიროთ უფალს. რათა ასეთი დიდი საიდუმლოს, ასეთი დიდი მადლის თანაზიარების ღირსი გაგვხადა. მამაბიძინა, ზოგჯერ ხდება ხოლმე ისე რომ ადამიანი, რომელიც აი ეკლესიურია, მაზიარებელი, აღსარებელია და მოძღვარი ეტყვის, რომ ახლა არ ეზიარო, თქვათ, რაღაც აღსარებიდან გამომდინარე, ისე გაგულისდება და რაღაცნაირად ისე ვისხანებაში ჩავარდება, აი თქვენ ბრძანეთ, რომ მოძღვრის კურთხევის გარეშე ცხადი არ შეიძლება, ხო, არ უნდა ეზიარო. და რატომ ხდება ესე, რომ აი რაღაც ძალიან ისე მძიმედ აღიქავს ადამიანი მოძღვრის ამ კურთხევას, რომ აი ახლა არა და მერე მოემზადე და მერე. მოდი ჯერ დადებითი ვნახოთ, რომ ადამიანს უნდა ზიარება, ეს რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ მოძღვარს უნდა დაუჯეროს, რატო იცით? მოძღვარი ხედავს მის სულიერ მდგომარეობას. დავუშვათ აი ერთ კონკრეტულ მაგალითს ვიტყვი, არავის არ დავასახლებ. როდესაც ერთ პატიმარს აზიარებდნენ, აღსარებაში ამ პატიმარმა თქვა, რომ მოკლა პიროვნება. და ელემენტარული კითხვა დაუსვა, რომ შენო ნანოფო გაგულის და ის და ახლაც რომ ცოცხალი იყოს, ახლაც მოკლავდიო. რა თქმა უნდა, მის ზიარება არ შეიძლება. ანუ მას სინამდვილე არ აქვს. ანუ მან ცოდვა როგორც რიგით ფაქტად აღიარა, ასეთი ბევრი რამ არის. დაუშვათ არის როდესაც ადამიანი ვინმეს აი სასიკვდილოდ გადაემტერება და ვერ პატიობს. და იმას კი ვერ ხვდება, რომ უფალმა ის განსწრაფდელი მასე რატო დაუშვა. იმიტომ კი არ დაუშვა, რომ ის გამოსწორ, შე რო გამოსწორ, ხო? ეს არ გესმის. აი ხშირად არის შემთხვევა, რომ მშობელს გაებუტება შვილი ან პირიქით ხდება და შეურიგებლობა არის. მე შემთხვევასაც გავიხსენე, როდესაც ქალბატონი მეუნებოდა რა ვქნა მამაო 30 წელი ეკლესიის მრევლი ვარო და ვერ პატიებოდ ჩემს რძალს რაღაცა ნახეთ მე ვთხარი გაჩერდი არ გინდა მეთქი ამას ჯობია რომ ვთქვათ ერთად მამაო ჩვენ და იცი მეთქი მამაო ჩვენ ისე ეწყინა როგორ მე 30 წელი დავდერ მამაო ჩვენ არ ესე მეთქი მე ვიცი რომ იცი და მოდი ხატად თქვით მეთქი და ჯუჯღუნეთ დაიწყო ამ საოცარი ისე მომიტევე როგორც ხო და დამომიტევენ ჩვენ თანადადენ ჩვენი და გავაჩერე ნახე მეთქი შერასევედრები უფალს რომ მომიტევენ ჩვენ თანადადენი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ და შე რო არ უტევებ მე ვთხარი როგორ მეთქის ვინმე ამაზე კი არ დავფიქრებულა რომ ხო და ისიც რა ჩვენ არ უნდა ვიყოთ მექანიკურნი
როდესაც ბარძიმი გამობრძანდება ამბიონზე და მოძღვარი ესე იგი მიგვითითებს და გვეუბნება რომ შიშით აღთისათა სარწმუნოებით და სიყვარულით მოვედით ასე უნდა მოხვიდე უნდა ქონდეს შიში ღვთისა ყველაფერს უნდა პატიობდე რა თქმა უნდა ესე იგი თუ ვინმეს რაიმეს არ პატიობ ჩათვალე რომ შეცდაჩები ღვთისგან რაღაც ესე იგი იმიტომ რომ რასაც ყავთ ის მიუწყავ იმსაც ყავთ მიეწყობა ეს ყველაფერი უკავშირდება ყველაზე მთავარს ახლა რა მინდა აღნიშნო იცით მითითებები არის როდესაც ადამიანი კვდება და იგი ითხოვს ზიარებას გუდელს არ აქვს ყველა საქმე უნდა დაუტევოს უნდა წავიდეს ერთადერთია რომ აი თუ ეს წირვაზე რომელი ქერუბიმთამდე ხდება უნდა დაუტევოს წირვა წავიდეს აზიაროს თუ რომელი ქერუბითა შემდეგ რაღაც გამოსავალი უნდა მოიძებნოს იმიტომ რომ ნათლობით შეუულია დიაკონმას მონათლოს ადამიანი მოკლე ფორმულით ერის კაცმან შეიძლება მონათლოს თვითონაც უნდა იყოს მონათლული მაგრამ ზიარება მხოლოდ ღვთის ეპისკოპოსის ხელით უნდა მიიღოს უბრალოდ მეცაც გეტყვით ჩვენ ქართველები სულ ბრძოლაში ვატარებდით ხო ესეთი ვიცავდით ჩვენ ქვეყანას ვიცავდით ჩვენ სარწმუნოებას ვიცავდით მამულს და ბრძოლის წინ ყოველთვის ვეზიარებოდით და იყო შემთხვევები როდესაც ამის საშუალება რო არ იყო და მიწას აიღებდნენ და იმითი ეზიარებოდნენ ხო პატრიარქმა თქვა რომ ჩვენი მიწა ჩვენი წინაპრების სისხლით არის გაშღენთილი და ეს არის წმინდა მამა ბიძინა აი წეგან გონება გაფანტულობაზე საუბრობთ და ისევ რომ დაუბრუნდეთ ამ საკითხს რა შეიძლება იყოს ამის გამომწვევი მიზეზი აი იდეაში სინამდვილეში აზრი თავარი ის არის რომ ადამიანი მიდის ადამიანები მივდივართ ტაძარში იმისთვის რომ თავიდან ბოლომდე უნდა მოვისმინოთ წირვა რომელიც ახარება იკითხება ვთქვათ აღსარება ვეზიაროთ იგივე რაზეც ახლა ვსაუბრობთ რა არის ამის გამომწვევი მიზეზი რომ ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ არ ვესწრებით წირვას ბოლომდე და ვესწრებით შეიძლება თუმცა არ ვიაზრებთ მის სინამდვილეს რა არის სინამდვილეში მისი მთავარი სათქმელი მიზეზი მრავალია და ერთ-ერთს დავასახელებ ისეთ უფალი ერთგან გვეუბნება ეძიებდით პირველად სასუფეველს მაგრამ თისასაც იმართეს ამის აი ეს გვავიწყდება მე რომ ტაძარში შევდივარ უნდა მახსოვდეს რომ მე ჩემი ცნობიერება უნდა მოიცავდეს დროის საოცარ დიდ მასშტაბს რომელიც ეხება სამოთხისეულ ყოფას და სასუფევლისკენ მიმავალ გზას თუ მე სასუფეველში დამკვიდრება მარადიულად ნეტარ მდგომარეობაში უფალთან ყოფნა არ მინდა მაშინ ჩემთვის ეს ყველაფერი მომხმარებლური დამოკიდებულება არის ეს ყველაფერი ანუ მე ტაძარში იმიტომ მივედი რომ ჩემი შვილი გამოჯამთელდეს მე ტაძარში იმიტომ მივედი რომ სამსახური იშოვოს მატერიალური სიკეთე რა შესაქმეს ის რომ რა თქმა უნდა შეიძლება ადამიანმა ეს ითხოვოს მაგრამ ეს არ არის პირველი საფრთხე თავარი არის აი ეძიებდით პირველად სასწაულს როდესაც ადამიანი ტაძარშიც კი გამიწიერებული სულიერი მდგომარეობა და გამიწიერებული ხედვით არის ეს ამძიმებს სიტუაციას. ამიტომ არის რომ ჩემთვის ნაკლებ ფასეულია ესეთვის მოვლენა და მით უმეტეს სახარებას. ესე იგი მე თავს ვაძლევ იმის უფლებას რომ სახარება არ მოვისმინო, იმიტომ რომ ალბათ ძალიან იშვიათია რომ ადამიანმა მოისმინოს სახარება და ორი სიტყვა მაინც ვერ გაიგოს ეს უწარმოუდგენელია. უფრო მძიმე შემთხვევებსაც აქვს ადგილი ცით სახარება ხო არ იცის და არ იცის რომ იმ დღეს დაუშვათ წმინდა ნიკოლოზის სენების დღეა და უბრალოდ მოვიდა. აი მე მქონია შემთხვევა, როდესაც მეზორის და ფარისეულის კვირა იყო და არ იცოდა რომ ეს კვირა იყო და ბრას მოდიხარ მაშინ. უბრალოდ მოხვედი რომ ეს დრო მონახე და წამოხვედი. ეს ყველა დაუშვებელია. უნდა მოემზადო. რას ნიშნავს მოემზადო? რომელიც მიდის სცენება არის. ჯერეთი წინა დღეს დაუშვათ კვირას თუ ვეზიარები, წინა დღეს ანუ შაბათ საღამოს ლოცვას უნდა დავესრო. ზოგს გონია რომ ამის დასწრება არ არის აუცილებელი და ერთ კანონს წაიკითხავს და მეტი არაფერი. კი, მაგრამ იქ წირვა-ლოცვაზე იმ წმინდანისადმი აღვლენილი უამრავი ტროპარი, დასდებელი, სახარებაც მას ეკუთვნის, საგალობლები ეს ყველაფერი გამოვტოვე. და ახლა მოვედი ესე, ეს უნდა იყოს განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც ან ავათვარ, ან დაუშვათ მოზღვის კურთხევით ვერ მოასწარი მოსვლა, მაგრამ მან ეს იცის და დამავალა მის ნაწილს რა გავაკეთო. რომ ზიარებასთან დაკავშირებით ვიწყი, რომ როდესაც შაბათ საღამოს ლოცვა იწყება და შემდეგ კვირა გრძელდება, ეს ერთი მთლიანი არის და ადრე ღამისთების ლოცვა იყო ეს ყველაფერი, როგორც დღეს აი ნაუშად აღდგომის სასწაულზე დაიწყება ლოცვით და შემდეგ მე ჟამნებია და შემდეგ თავდება ის აუცილებლად ზიარები. მამაბიძინა, ვინაიდან ზიარების საიდუმლოზე საუბრობთ, მაინც აი კოვიდის პერიოდიც მინდა რომ გავიხსენო, მიუხედავად იმისა, რომ
ძალიან ბევრი მაზიარებელი, აღმსარებელი და ბევრი ეკლესიური ადამიანია ჩვენს ქვეყანაში და ამას სხვათა შორის კვლევებიც ადასტურებს. აი იმ პერიოდში მაინც გამოჩნდა რომ ჩვენი რწმენა არ არის ისეთი ცოცხალი და ნამდვილი როგორიც უნდა იყოს და მაინც ბევრი მცირედ მორწმუნე ვართ და როდესაც ადამიანი თქვა ზიარებას მიეხლება ამ დროს ბაქტერიებზე ფიქრობს ალბათ ხო ცოტა ისეთი უხერხული არის ნამდვილად რბილად რომ თქვა მაგრამ ჩვენც შეიძლება ეს დაგმართნია და მე ხა მესამე პირში არ მინდა რომ ვისაუბრო მაგალითად მე დამართნია ის რომ ამომირჩევია ვის უკან უნდა დავდგე ზიარების დროს სამწუხაროდ ეს მე მაინც ვიტყოდი რომ ყველაფერი მაინც შედარებითია და თუ გადავხედათ იმ პერიოდში მართლმადიდებლურ სამყაროში, კათოლიკურ სამყაროში რა ხდებოდა, რომ დაწრები დაიხურა და ესე ვთქვათ, ჭყალებში ურჩმოზღრებს ეს ჩვენს ქვეყანას არ ეხება და საქართველოს ეკლესიას არ ეხება, დააყენებს სახურებიდან, რომ რას ქვია შენ წირვა ჩაატარებო და თქვენ გახსოვთ, სულაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესი და უნტარესი ილია მეორის უსაკურთხება, რომ არც ერთი ტაძარი არ დაიხურება, ყველასთვის იქნება ესე იგი გაღებული ტაძარი და ვინც ვერ შეძლებს რაღაც მიზეზის გამო მოსვლას, მოსხრებს დაგვავალო რომ მიხვალთ სახში და აზიარებთ. ასე რომ ზიარება ჩვენთან არ შებრკოლებულა. რა თქმა უნდა, იცით, ჩვენ ხომ ის სიტყვები გვეკუთვნის, რაც პეტრეს უთხრა უფალმა, მცირედ მორწმუნეო, რატო შეორგულდი? და თქვენ წარმოიდგინეთ, აი რომ ამბობდნენ რომ ეკლესიებიდან მიცვალებულებს გამოიტანენ, არაფერი მსგავსი არ მომხდარა, პირიქით ადამიანები უფრო მეტად იყვნენ დაცული და სამწუხარო ფაქტია, ახლა ნიშნის მიგებით არ მომბობ, ამ ეპიდემიამ იფეთქა ბათუმში. აი აფულში სადაც ესე იგი თავისუფალი ცხოვრების და ესეთი წესი უდამკვიდრებული არის. ჩვენმა პატრიარქმა მართლაც სამაგალითო გმირობა აჩვენა მთელ მსოფლიოს. ეს არ არის გმირობა, ეს არის ღვთისნიერება, ეს არის ღვთისადმი სასწორება და წარმოუდგენელი, იცით? სწორედ ეს უწმინდესის მოწოდება მისმა ლოსვაკურთხან ჩვენ ყველა გაგვაძლიერა. რატო იცით? მორჩილებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, აი კურთხევაზე ხო ვთქვი. ხო, ეს იყო კურთხევა, რომელიც ყველა კატეგორიის ადამიანს მიესადაგებოდა თუ რაღაც გამო ვერ მიდიხარ მოძღვარი დაუძახეთ მოძღვარი მოვაშენთან და გასიარებს არ არის პრობლემა და გავსებულ თვითონ ჩვენ ტაძარზე გეტყვით თქვენ ალექსანდრე ნეველის ტაძარი გამოაცხადეთ სავსე იყო ხალხი სავსე იყო ერთადერთი როგორც უზმინესმა გვაკურთხა ვიცავდით დისტანციას და გვეკეთა პირბადეები ზიარების რა თქმა უნდა პირბადეს ვიხსნიდით და ასე რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა მადლობა უფალს დიახ და ევქარისტია ხო ანუ მადლობას ევქარისტია სიტუაციის ნიშნავს სამადლობას და რატომ ახლა როდესაც უფალმა საიდუმლო სერობა დაიწყო და აღასრულა სანამ გასტეხავდა პურს და მისცემდა მოწაფეებს იგი მადლობდა ჯერ სამადლობელი აღავლიდა მამისადმი ამის შემდეგ მოხდა იგი წმინდა ხორცის და წმინდა სისხლის მიცემა ეს არის ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი მისატევებლად ცოდოთ ეს არის სისხლი ჩემი თქვენთვის დათხეული ასევე ესე იგი მისატევებლად ცოდოთ ასე რომ სამადლობელი ამიტომ არის ევქარისტია სწორედ ამას ნიშნავს და ასეც არის რომ ევქარისტიული კანონი მადლობის აღვლენით მადლობდეთ უფალსა და ისმის ესე იგი ღვთლის ასამაღლებელი და ამას მოყვება სათანადო საგალობელიც ხო. დიახ და მადლიერებას რამხელა მნიშვნელობა აქვს, ამასაც ხაზს უსვამს ხო და უმადურობას რა მოყვება თქვა იუდას მაგალითზე დიახ. მადლობდეთ უფალსა და მე ზეგვაქვთინ გულნი ცოტა ადრეა კიდე ხო და მადლობდეთ უფალსა ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის უნდა მადლობდეთ უფალს თუნდაც რომ გვაზიაროს მოსხარა, თუნდაც რომ არ გვაზიაროს, რატო იცით? ყოფილა შემთხვევა მეც გამოგიტყდებით რომ რაღაც მიზეზით არ მიზიარებია, მაგრამ მე მითქვია, შენ ხომ ის ლოცვები წაიკითხე და ახსარება თქვი, აი ეს მადლში ხო ხარ შენ, ასე რომ ეს მიიღე მორჩილები და მადლი შენთან დარჩება. მე მინდა აღნიშნო ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ მომავალ წელს საქართველოს აღნიშნავს საოცარ თარიღს 1700 წლის თავს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების და მე მინდა რომ ყველა ეს მივიღოთ ამაში მონაწილეობა. ეს ნიშნავს რომ უფრო მეტად ვიაროთ ეკლესიებში, უფრო თუ არ ვართ ეკლესიურები, თუ მოვინათლოთ აუცილებლად ამ ღირსეულ თარიღს. შევხვდეთ უფლის დიდებით
და აი ესე მოსილები შევეგებოთ ამ უდიდეს თარიღს, რასაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ეკლესია აღნიშნავს. ძალიან დიდი მადლობა დაგლოცით მამებიძინა. წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, თეოლოგისა და ფილოლოგიის დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი დეკანოზი ბიძინა გუნია იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. 9 საათი შესრულდა, მოვისმინოთ შვიდგზის ლოცვა და დავბრუნდებით კვლავ სტუდიაში. ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავ ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე მას ხურო მე უსუბითა და განწმინდე მე განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპედაკნე მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემი ახოცე გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა უფალო ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა რამე თუ უკეთუმცა გენება მსხვერპლი შემცა მეწირა არამედ საკვერთხი არ აგთნდეს მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემოსრული გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და
ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. დავბრუნდით ეთერში და ვაგრძელებთ გადაცემას. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართა ახალგაზრდა ხელოვანთა გამოფენა. ღანი, სიყვარული, განხრთობის გზა და გამარჯვებული მონაწილეების დაჯილდოება. პროექტის მიზანი იყო ხელოვნების საშუალებით სიყვარულის, როგორც უმაღლესი სულიერი ღირებულების გააზრება და მისი გამოხატვა თანამედროვე მხატვრულ ფორმებში. ექსპოზიციას ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი ესწრებოდა, ნახოთ სიუჟეტი. ღანი, ქართული ასომთავრული ანბანის ასონიშანი, რომლის მოხაზულობა თაღის ფორმას მოგვაგონებს და სიმბოლურად ზეციურ და მიწიერ სამყაროს აერთიანებს. ასე დაიბადა იდეა კონკურსისა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა ხელოვანებმა ეს ნამუშევრები შექმნეს. პროექტის მიზანი ხელოვნების საშუალებით სიყვარულის, როგორც უმაღლესი სულიერი ღირებულების გააზრება და თანამედროვე მხატვრულ ფორმებში მისი გამოხატვა იყო. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ექსპოზიციას მასპინძლობს სახელწოდებით ღანი, სიყვარული განღმრთობის გზა. სიყვარული როგორც განღრთობის გზა, იდეა არის ესეთი და თვითონ პროექტი ღანი არის სტუდენტური კონკურსი, მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯი, არის დასაწყისი იმ მრავალწლიანი, ასე ვთქვათ, მოსამზადებელი სამუშაოებისა, მოსამზადებელი ეტაპებისა, რომლებიც იქნება დიდი სიყვარულის მონუმენტის შექმნის გზაზე გასავლელი. პროექტი ღანი აერთიანებს არქიტექტორებს, სკულპტორებს და მხატვრებს. ისინი თავის, ასე ვთქვათ, აზრებს გადმოგცემენ თავიდან მედიის საშუალებით და ძალიან საინტერესო ნამუშევრები გვაქვს უკვე წარმოდგენილი ამ გამოფენაზე. გამოვავლენთ აი ამ 30 ნამუშევრიდან სამ გამარჯვებულს პირველ, მეორე და მესამე ადგილებს თითო ნომინაციაში. არქიტექტურაში მეორე ადგილოსანი გახდა ჯგუფი ბელელი. კონკურსში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა ხელოვანები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. პროექტი 3 კატეგორიაში ჩატარდა: ქანდაკება, არქიტექტურა და მხატვრობა. იდეა ემსახურება თანამედროვე ხელოვნებაში იმ სულიერი ღირებულებების გააქტიურებას, რომლებიც ქართული კულტურისა და ქრისტიანული ტრადიციის არსს წარმოადგენს. საკონკურსოდ სპეციალურმა ჟიურიმ 30 ფინალისტი შეარჩია. საღამოზე კი თითოეულ კატეგორიაში პირველი, მეორე და მესამე ადგილის გამარჯვებულები გამოავლინეს. ასევე ყველა მონაწილეს სამახსოვრო დიპლომები და ფულადი პრიზები გადაეცათ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციას არსებული პროექტისათვისა და შესაძლებლობისთვის. თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაცია ბოლო წლები აქტიურად ხელს უწყობს ხელოვნების მიმართულებით
განვითარებას, ხელოვნების მიმართულებას, განსაკუთრებით ქანდაკებას დიდი წვლილი აქვს უკვე შეტანილი. პირველ რიგში მადლობა თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციას და ამის ორგანიზატორებს ესეთ საინტერესო კონკურსისთვის და ესეთ საინტერესო ამოწყებისთვის ზოგადად რომ მთავარი თემა არის სიყვარული როგორც განხრთობის გზა და ამ წამოწყებამ ჩემი აზრით გააერთიანა ქართველი არქიტექტორები, სკულპტორები, ხატვები და ამ სფეროში დაინტერესებული ადამიანები საერთო სულიერი და კულტურული ხედვის ძიებაში. პროექტი მოიცავდა ინტეგრირებულ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც აერთიანებდა ლექციებს, გადაცემებსა და საჯარო შეხვედრებს სიყვარულისა და ხელოვნების ურთიერთმიმართების თემაზე. პროექტის პარალელურად იდეის ფარგლებში წარიმართა საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაც. გამოიცა სერიის გზა განხრთობისკენ პირველი ტომი, ათონის მთის გრიგორიუსის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ გიორგის კაფსანისი ნაშრომების ქართული თარგმანი, რომელიც ეძღვნება ქრისტიანული ღვთისმეტყველების მთავარ პრინციპს, ადამიანის განღმრთობას. ღონისძიებაზე ამ წიგნის წარდგინებას გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, სხვა სასულიერო პირები, მოწვეული სტუმრები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. იმდენად ფაქიზი საკითხი არის წამოწეული ამ პროექტში, რომ ერთი შეხედვით თითქოს შეუძლებელია ამისი განხორციელება, თუმცა ისეთი ხალხი უდგა სათავეში ამ პროექტს და იმდენად სავსე არიან მონდომებით და იდეებით, რომ ეს განხორციელდეს, ვფიქრობ, რომ როდესაც შედეგს ვნახავთ ამის, ეს შედეგი ყველას გაგვახარებს. პროექტი ძალიან ფართეა და თვითონ პროექტის სათაურიც სიყვარული განხრთობის გზა არის ძალიან სულიერი კონცეფტი. და ამისი წარმოდგენა ხელოვნების დარგში, ამისი წარმოდგენა სკულპტურის დარგში თუ არქიტექტურის დარგში მოითხოვს ძალიან ღრმა ანალიზს და ღრმა დაფიქრებას და ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ეს ამ სათნოებასთან, რაც სიყვარული არის. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ამ ჩვენს დაძაბულ გარემოში ადამიანი მოწყდეს ამ მატერიალურ ფიქრებს, მატერიალურ განსაცდელებს და ამაღლებულზე იფიქროს და ეს ამაღლებული განახორციელოს ხელოვნებაში. ზოგადად კაცობრიობა ალბათ ამ გზით ვითარდებოდა და ამ გზით უნდა განვითარდეს, რომ სრულყოფილების გზისკენ სიარულში თან თავისი შეხედულებები გამოხატოს და გამოავლინოს მატერიალურ სამყაროში. ეს პროექტი არის ერთგვარი საწინდარი იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ადამიანის განხრთობა. თვითონ აი ეს ფრაზები არის უმთავრესი. ადამიანის თავარი მისია ეს და მე დავათვალიერე და საოცარი შედეგებია, იმიტომ რომ ძალიან მრავალფეროვანია და ძალიან მრავალ კუთხეს ეხება. მე გულწრფელად ვიტყვი, რომ აი ჯობნი არ დაილევა, საოცარი გამოფენაა და ყველას ურჩევ, რომ მობძანდით და დაათვალიერეთ. ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ცერემონიის ფარგლებში ორგანიზატორებმა საზოგადოებას წარუდგინეს ასევე პროექტის მომავალი ეტაპიც. 2026 წელს დაგეგმილი ღონისძიებები მიეძღვნება ქართლის მოქცევისა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. კონკურსი თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. ვაგრძელებთ გადაცემას ქართული მუსიკა პარაორკესტრის შესრულებით. ამ სახელწოდებით საღამო 24 ოქტომბერს გაიმართება. პროექტი ორგანიზაცია მშობელთა ხიდის ორგანიზებით იმართება და მისი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პროფესიული შესაძლებლობების წარმოჩენა და ინკლუზიური კულტურის მხარდაჭერა. თემაზე სასაუბროდ შემოგვერთდნენ ორგანიზაცია მშობელთა ხიდის მენეჯერი ლეილა გუდუშაური და მუსიკის პედაგოგი მერაბ ყატაშვილი. მოგესალმებით ლეილა, მოგესალმებით
მერაბ, მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ძალიან საინტერესო პროექტზე საუბრობთ. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს პარაორკესტრი 12 წელია უკვე რაც არსებობს და ერთადერთია ამიერკავკასიაში, სადაც მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არიან. ლელა, რომ მოგვიყვეთ, როგორ ემზადებით ღონისძიებისთვის, როგორია სამზადისი? პირველ რიგში მადლობა მხარდამჭერებს, შემოქმედებით საქართველოს და კულტურის სამინისტრო არის ჩვენი მხარდაჭერი ამ კონკრეტულ პროექტში და უკვე ერთ თვეზე მეტია ძალიან აქტიურად ყოველდღიურ რეჟიმში დამეთანხმება მასწავლებელის, რომ დატვირთულები არიან ძალიან და ისე ძალიან აქტიურად მიმდინარეობს პროცესი. გაზრდილი რაოდენობით წარსდგება პარაორკესტრი მაყურებელთა წინაშე და მსმენელის წინაშე 27 წევრით, ხო? აი ამაზეც რომ მოგვიყვეთ, ზოგადად ძალიან საინტერესოა მე მგონი ჩვენთვის ყველასთვის და მაყურებლისთვისაც, როგორ შეიკრიბა პარაორკესტრი, ეს ადამიანები როგორ მოძებნეთ და როგორ შეკრიბეთ ერთად. დიახ, ეს ძალიან ბევრი წლის წინ მოხდა, როდესაც მშობელთა ხიდი დაარსდა. ხელმძღვანელობა ინდივიდუალურად ატარებდა ხოლმე თერაპიებს და შემდეგ უკვე ჩამოყალიბდა მუსთერაპია თვითონ ცენტრში. ეს არის პროცესი, სადაც ინდივიდუალურად ემზადება ბენეფიციარი და უკვე შემდეგ მუსთერაპიიდან და მის შესაძლებლობიდან გამომდინარე, შემდეგ უკვე გადადის დიდ გუნდში, რომელსაც პარაორკესტრი ჰქვია და თავიდანაც ზუსტად ესე ყველაში რაღაც პატარ-პატარა ნიჭი აღმოაჩინეს და შემდეგ უკვე შეიკრიბა ეს დიდი გუნდი. დიახ. აი ელისაბედმა თქვენი წარდგენის დროს დაახლოებით ახსენა, მოკლედ მიზანთან დაკავშირებით თუ რა მიზანს ემსახურება ეს პროექტი. უფრო ცუდად თუ შეგვიძლია რომ ვუთხრათ მაყურებელს, რა არის მისი მთავარი მიზანი, რატომ გადაწყვიტეთ ორგანიზაციამ რომ ეს კონცერტი გაიმართოს? ინკლუზია, ჩართულობა და ზოგადად შეზღუდული შესაძლებელი პირთა ნიჭის წარმოჩინება. ეს აუცილებელია, რა თქმა უნდა, რომ საზოგადოებამ გაიცნოს უფრო ფართო საზოგადოებამ. მერაბი არის მუსიკის პედაგოგი და ამიტომ უკვე რეპერტუარზე თუ რა შესრულდება ამ კონცერტზე, მერაბს ვკითხოთ. პარაორკესტრის კონცერტი შესრულდება 10 სხვადასხვა კომპოზიტორის ძალიან ცნობილი ნაწარმოები, როგორც შეიძლება კლასიკური, ასევე ნაწარმოებები კინომუსიკიდან, ასევე პოპულარები მაგალითად როგორც არის ლაღიძისა და ყანჩელის პოპულარები, სადაც გაერთიანებულია მათი ძალიან ცნობილი რამდენიმე ნაწარმოები. ახალი კომპოზიციები თუ შესრულდება ასევე საინტერესო არის და ვისი რომელი კომპოზიტორის თუ კი არის ასეთი? ახალი კომპოზიციები, ძალიან ახალი კომპოზიცია ესე არ გვაქვს, მაგრამ შესრულდება სიმღერა მდინარე ხიდის ქვეშ, რომელიც შეიძლება არის შედარებით ახალი და ასევე არა არ შეუსრულებია როგორც წესი ასეთი სიმღერა აქამდე პარაორკესტრს. ანუ ამ ორკესტრისთვის ახალი, გასაგებია. ასევე იქნება განახლებული სტილით შესრულებული ეს სიმღერა, ჩავთეთ ახალი ინსტრუმენტები, როგორც არის გიტარა, ასევე შემოვა კლარნეტი ამ ნაწარმოებში. ჩვენი არაჩვეულებრივი მუსიკოსები პარაორკესტრის ასევე იმღერებენ და ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება. მერაბ, რომ მოგვიყვეთ, როგორ მუშაობთ ამ ადამიანებთან, არაჩვეულებრივ ადამიანებთან, აი კადრებში ვხედავდით, ასევე ასაკი საინტერესოა, თქვათ, შეუზღუდავია ასაკი მათი, ხო? როგორი არის ერთი სამუშაო დღე თქვენი მათთან გატარებული და მით უმეტეს ამ პერიოდში, როდესაც ასეთი დატვირთული ხართ ალბათ კონცერტისთვის ემზადებით და ალბათ სულ რეპეტიციები გაქვთ. კი. ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ძალიან ხშირი რეპეტიცია მინდის. სამუშაო პროცესი ძალიან ჩვეულებრივი არის, არაფრით განსაკუთრებული ან გამორჩეული, შეხვედრა, დამუშავება ნაწარმოებების. ახლა ფაქტობრივად ყველა ნაწარმოები იციან, რა თქმა უნდა. ჩვენო მუსიკოსებმა, იმიტომ რომ კონცერტის წინა პერიოდია. ამ ნაწარმოებს გავაცნობდი და უშუალოდ მიმდინარეობს ამ ნაწარმოების გაცნობა, შემდეგ პარტიების გადანაწილება, თუ ვინ რა ინსტრუმენტზე დაუკრავს, გამომდინარე იქიდან თუ ვის რომელ მუსიკოსს რა ინსტრუმენტზე დაკვრა შეუძლია. ამ გადანაწილების შემდეგ უკვე ვსწავლობთ ნელ-ნელა პარტიებს, თუ როგორ უნდა დაუკრათ, ვინცად უნდა შევიდეს და კამერულად ვეწყობით ერთმანეთს. ეს ინსტრუმენტები, რასაც ახლა კადრში ვხედავთ და თქვენს საუბრობდით მასთან დაკავშირებით, ბავშვობიდან ეუფლებიან ამ ინსტრუმენტებს ეს ადამიანები თუ შემდეგ უკვე როდესაც კონცერტის წინა მზადება მიმდინარეობს და რეპეტიციები, შემდეგ ხდება მათი ურთიერთობა ინსტრუმენტთან. არიან მოსწავლეები და არის ინსტრუმენტები, რომლებიც ბავშვობიდან სწავლობენ ამ ინსტრუმენტს და არის ინსტრუმენტები, ძირითადად საუბარი არის შეიკერებზე, ინსტრუმენტები, რომელიც მუსიკას აძლევს რიტმს, არის შესაძლებლობა, რომ აი სწორედ კონკრეტულად ნაწარმოებიდან გამომდინარე აირჩეს იმ მოსწავლეზე ის ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროა რომ შესრულდეს.
ნაწარმოების შესრულება. ჩვენ ვახსენეთ რომ 27 წევრით წარსდგებით ახლა მაყურებელთა წინაშე და აღარ დავასრულეთ საუბარი იმაზე ახალი წევრები როგორ შემოგემატნენ. ლელა, თქვენ რომ მოგვიყვეთ. ხა ის ზუსტად ესეთი შერჩევითი პროცესი იყო მუსთერაპიაში ჩართული პირები და ბავშვები რომლებთაც აღმოაჩნდათ მუსიკალურად უფრო მეტად მეტი შესაძლებლობა დიახ ნიჭი შემდეგ გადაინაცვლეს პარაორკესტრში და ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ეს და უკვე 27 პირით როგორც თქვენ თქვით წარსდგებით გაზრდილი რაოდენობით ახალი ინსტრუმენტებით და უფრო მრავალფეროვანი და განსხვავებული იქნება მთლიანად ქართული მუსიკისთვის მიძღვნილი. ალბათ სამომავლო გეგმაზეც შეგვიძლია რომ ვისაუბროთ და ვთქვათ რომ მეტად მზარდი იქნება ხომ ალბათ სხვა კონცერტები სამომავლო. ყოველთვის ღია რომ მიიღოს ახალი წევრები, განვითარდეს და ამ კუთხით დაინტერესება არის თუ არა რა შეგვიძლია რომ ვთქვათ გამოცდილებიდან გამომდინარე რომ სურვილები არიან თუ არა? დიახ, ძალიან ბევრი სურვილია. შობოლთა ხიდი არის ორგანიზაცია, სადაც ასევე სხვადასხვა თერაპიები არის და ხო, აი ამაზეც მოგვიყევით. ორგანიზაციაზე, სადაც სხვადასხვა თერაპიებია და აი ინკლუზიური სწავლების მიმართულებით ძალიან ბევრს აკეთებს ეს ორგანიზაცია. დიახ. ამ ეტაპზე 60-მდე შშმ-პირი და ბავშვი არის ჩვენს ცენტრში, 18 წლამდე და 18 პლუსი, ორივე მომსახურება გვაქვს და არის ისეთი მრავალფეროვანი მომსახურებები და თერაპიები, როგორიც არის თიხის თერაპია დავამატეთ ახლა, მუსთერაპია თავისთავად, ფსიქოლოგები, ფიზიოთერაპევტები მუშაობენ აქტიურ რეჟიმში და ისეთი ძალიან აქტიური და დატვირთული გარემო აქვთ და თვითონაც ამით ძალიან ბედნიერები არიან, რომ ამ ცენტრში არის მრავალფეროვნება. თავად ეს ორგანიზაცია რამდენი წელია რაც არსებობს, ესეც რომ ვუთხრათ მაყურებელს. 20 წელზე მეტია უკვე. დიახ. დიახ, ეს იქნება ნამდვილად ინკლუზიური კულტურის ზეიმი, ხო? 24 ოქტომბერს, რასაც ნახავს მაყურებელი, მათ ალბათ ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავთ. დიახ, და ახლა ველოდებით ზუსტად ისინიც ეპატიჟებიან თავის მეგობრებს, ნაცნობებს და დიახ. მერაბ სხვა პედაგოგებიც თქვენთან ერთად ალბათ იღებენ, ხო? ბუნებრივია მონაწილეობას რეპეტიციების პროცესში. როგორც პედაგოგი ვარ მხოლოდ მე, მუსიკის პედაგოგი, თუმცა ყავს მოწვეული სოლისტები რომლებიც ასევე ჩართულები არიან ამ კონკრეტულ კონცერტში. თქვათ ვოკალისტები თუ ვოკალისტები. საინტერესოა ვინ არიან ისინი? არიან თქვათ მომღერლები ამ სფეროს წარმომადგენლები თუ კი, ყავს მომღერალი, რომელიც ჩაერთვება ამ კონცერტში. ასე რომ ზიურის წევრები დაგვეხმარებიან. რამდენიმე გოგონა რომელიც აქამდეც ჩვენს გვერდით იყო და ეხლაც დაგვეხმარება. დიახ, ასაკზე გკითხეთ და ანუ შეუზღუდავია, ხომ? თუ უფრო აი ესეც რომ დავიკონკრეტოთ. სხვადასხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არიან გაერთიანებული პარაორკესტრში, ესეც დავაკონკრეტოთ. დიახ, და ამიერკავკასიაში არის ერთადერთი ესეთი პარაორკესტრი. სადაც მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არიან. აი მუსიკალურ პროგრამაზე თქვენ ისაუბრეთ, მაგრამ აი კიდევ უფრო რომ ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს, აი როგორ ემზადებით რეპეტიციები, როგორ მიმდინარეობს და როგორ აისახება ეს მათ ფსიქოლოგიაზე, ვთქვათ, ემოციურ განწყობაზე და რამდენად ეხმარება ადამიანებს მუსთერაპიაზე ვსაუბრობდით და სხვადასხვა თერაპიაზე, აი ეს თუნდაც აი სამზადისი კონცერტისთვის და აი ესეთი ფორმით სწავლება. დიახ. პირველ რიგში რა თქმა უნდა ძალიან ბევრი პარაორკესტრის წევრი ყავს, რომელიც ჩვენთან დადის ხო? და ასეთი ფორმით ჩატარებული ნაწარმოების სწავლება, ასეთი ფორმით ჩატარებული გაკვეთილები მათ ძალიან ეხმარება პირველ რიგში ინტეგრაციაში ერთმანეთთან. ასე დარწმუნებული ვარ, მათ ძალიან სიამოვნებთ პარაორკესტრის გაკვეთილები, იქიდან გამომდინარე, რომ მაშინ როდესაც გაკვეთილი მთავრდება, გრძნობ მათგან, რომ მათ არ უნდათ, რომ თავშოთ გაკვეთილი დამთავრდეს. დიახ, საზღვარგარეთ თუ გაქვთ გასვლა, თქვათ, ან თუნდაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კუთხეებში თუ გადიხართ და აი მათ შემოქმედებას აცნობთ მსმენელს და მაყურებელს, ეს ალბათ მათთვისაც ძალიან დიდი სტიმული იქნებოდა. დიახ. საზღვარგარეთ გქონდა შემოთავაზება და რა თქმა უნდა გვაქვს სურვილი და თვითონაც ძალიან აქვთ სურვილი, უბრალოდ ფინანსური პრობლემის გამო ვერ შევძალით წასვლა და რეგიონებში კი ხშირად დავდივართ და ახლა სწორედ ალბათ 2 კვირის წინ ვიყავით ბოლო ლოკაციაზე.
დიახ, სად იყავით? სიღნაღში. სიღნაღში, ძალიან კარგი. აი კიდევ ერთხელ რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს ანონსის სახით, სად, როდის გაიმართება ის კონცერტი, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობდით. დიახ, 24 ოქტომბერს შობოლთა ხიდის დღის ცენტრის დიდ დარბაზში, ნიკოლოზ კოცირის 2 ნომერში. ძალიან დიდი მადლობა, გისურვებ წარმატებას. გეგი რაღაც ისთქმა გინდა და მე მგონი. გელვასთან დაკავშირებით მაინტერესებდა ჩვენი საუბრის ბოლოს ზეგ უკვე 24 ოქტომბერია ფართო საზოგადოების წინაშე უნდა წარდგნენ მონაწილეები, რამდენად არის ეს ღელვის მომენტი, როგორ ემზადებიან ისინი ამ პროცესისთვის მაყურებელთან შეხვედრაზე. ვფიქრობ ორგანიზატორები და მასწავლებელი უფრო ღელავს ვიდრე თვითონ ორკესტრის წევრები, იმიტომ რომ ძალიან თავდაჯერებული არის თითოეული ორკესტრის წევრი და მართლა მე ვფიქრობ რომ შეიძლება მე უფრო მეტად ღელა ვიდრე ისინი. წარმატებას გისურვებთ თქვენს და პირველ რიგში ორგანიზაცია მშობელთა ხიდის მენეჯერი ლელა გუდუშაური და მუსიკის პედაგოგი მერაბ ყატაშვილი იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები და მოდი მივულოცოთ დაბადების დღე ჩვენს ძირფად პროდიუსერს ქეთევან ვაშაკიძეს, რომელიც შრომობს, ესე იგი როგორც ფუტყარი ყოველდღე 6 საათზე დგება და წარმართავს ამ ჩვენ და მადლობასაც გადაგვიხდის ახლა ყურში ხო რომელსაც მაყურებელი მოკლედ გილოცავთ ქეთევან და გილოცავთ ქეთევან დიდი სიყვარულით დღევანდელ დღეს დაბადების დღეს და ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ელისაბედ აბულაძე და გეგინევ სიწვერძე მუშაობდით თქვენთვის. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. ნახვამდის.